ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად გაფრენილი საბრძოლო თვითმფრინავები ჩანს. ჰუსიტების მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კვირას 6 აპრილს ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად იემენის დედაქალაქ სანაზე შეერთებული შტატების მიერ მიტანილ საჰაერო იერიშს 4 ემსხვერპლა, ხოლო 16 ადამიანი დაშავდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებზე თავდასხმები თეირანსა და მის ბირთვულ პროგრამაზე ზეწოლას ცდილობს. ვაშინგტონი თეირანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ვადა მაისამდე მისცა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გარშემო აქტიური მობილიზაციის პროცესშია. ანალოგიური პროცესია ირანშიც. კერძოდ კვირას 6 აპრილს ირანის სულიერმა ლიდერმა აითოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. რეგიონში დაძაბულობის ზრდასთან ერთად რეკორდულად გაუფასურდა ირანული რიალი, კერძოდ 1 ამერიკული დოლარი მილიონ რიალს გაუტოლდა. ეს პროცესი სრულიად უკონტროლოა და არავინ იცის საით წავა. ვფიქრობ, რომ ამაზე კონტროლი არ არსებობს. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი დოლარზეა დამოკიდებული. სადაც არ უნდა წავიდეთ და რის იყიდვაც არ უნდა მოგვინდეს, ყველაფერი დოლარის კურსზეა მიბმული. ზოგიერთი მოქალაქის აზრით, ირანის მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს, რათა რეგიონში სახელმწიფოებთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეს. თუ კომფორტული ცხოვრება გსურს, მეზობლებთან კარგი ურთიერთობები უნდა შევინარჩუნოთ. კბილები არ უნდა მიუშვიროთ მათ. ისინიც იმავეს იზამენ. ვინ იტანჯება ამჟამინდელი მდგომარეობით, დოლარის კურსით, რაც პირდაპირად დაკავშირებული საქონლის ფასებთან. ჩემნაირი ხალხი, პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს ფიქსირებული შემოსავლით, რომელიც მუდმივად კარგავს ხირებულებას. კვირას 6 აპრილს თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჰუსიტებზე 200-ზე მეტი საჰაერო იერეში განხორციელდა.